სამყარო დაიღალა მატერიალური სურვილების, ენერგიის, აფირმაციების, მანიფესტაციების არეკლით. სამყარომ უკვე გაჩვენათ, რომ ეს ტექნიკა, ეს ხერხი მუშაობს. ახლა სხვა მისია აქვს კაცობრიობას. ხვალ 21 ივნის მზე ბუნიაობის დღეს, როცა მთელი სამყარო ღიაა, ისურვე, ინატრე და მიაგიხდენ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიყენოთ ეს ენერგია სიყვარულისთვის, თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის და მერე მშვიდობისთვის. მე ხლა ორ ტექნიკას გასწავლით. ერთი ყველაზე მისაღები ეს არის, რომ დაწეროთ თქვენი სურვილი, გახვიდეთ გარეთ და ეს სურვილი დადოთ რაღაც ლამაზ ხესთან, რომ მიწამ შეავსოს ენერგიით და მიიღოს ცა დასადასტურებლად. მეორე უფრო მარტივი არის, ვისაც არ აქვს ამის საშუალება, აანთოს სანთელი და ცეცხლის ენერგიასთან ინატროს. უბრალოდ მე მინდა არც მოგთხოვოთ, არც გთხოვოთ, უბრალოდ ვისაც შეუძლია დაგმოს ეგოიზმი და ეს დღე, წელიწადის ეს ერთი დღე მიუძღვნას სულს, ენერგიას, მაღალ ვიბრაციებს და არა მატერიას, ფულს, სექს, ქონებას, მანქანას, სახლს და ასე შემდეგ. ვისაც ეს შეუძლია. ხვალ 21 ივნის მე გავაკეთებ რიტუალს და ეს რიტუალი იქნება ჩემი თხოვნა სამყაროსადმი, პირველ რიგში ჩვენი სამშობლოსადმი და მერე სრულიად მსოფლიოსადმი. ვისაც სურვილი აქვს, შემოუერთდეს, გააძლიეროს ეს ენერგია, ეს რიტუალი, რამდენი ადამიანიც ნახავს მას, იმდენჯერ გაძლიერდება ეს ენერგია და იმდენჯერ დიდი ბირთვული, მძლავრი ენერგია წავა სამყაროში და კოსმოსში. ეს რიტუალი არ იქნება ეგოცენტრული, როგორც თქვი, ეს რიტუალი მიეძღვნება პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, საქართველოს და მერე მთელ მსოფლიოს. იმიტომ რომ დედამიწას ახლა ისე როგორც არასდროს, ალბათ. შეიძლება ოდესღაც, მაგრამ ახლა ისე როგორც არასდროს სჭირდება სიყვარულის ენერგია, გამარჯვების ენერგია და გამარჯვების შემდეგ მშვიდობის. მხოლოდ გამარჯვების შემდეგ მშვიდობის და არა მონური მშვიდობის. გელოდებით ხვალე ჩემს რიტუალზე. მე ვიყავი ნათია შაი და ვარ ნათია შაი. ეს ჩემი არხია, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი და გელოდებით ხვალ. ხვალამდე.